1991 წლის 13 მაისი ქართული სპორტის უდიდესი დღე. ის დღე ხანგრძლივი დაღმასვლის დასაწყისადაც იქცა. უმაღლესი მიღწევები აღარ ჩანდა. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ 14 წელი ველოდით პირველ ოლიმპიურ ჩემპიონს, მაგრამ გუნდურ სახეობებში უმაღლესი მიღწევები აუხთენელ ოცნებად რჩებოდა. 21 საუკუნის დასაწყისში თბილისში დაარსდა ფუტზალის კლუბი იბერია, რომლის თავდაპირველი მიზანი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის გადალახვა იყო. შემდეგი ნაბიჯი ლიგის ჯგუფური ეტაპიდან გასვლა გახდა. წინ მერვედფინალი და მეოთხედფინალი იყო, რომლის მოგებას გუნდს ლიგის ნახევარფინალში გაიყვანდა. იბერიამ ამ მიზანს მეოთხე ცდაზე მიაღწია და სულ ახლახანს თბილისში უეფას მთელი უმაღლესი ხელმძღვანელობა ჩამოიყვანა. იბერიას სახალხო ბრენდად იქცა. კლუბი ფლობს ჩემპიონთა ლიგაში 10 მატჩიანი წაუგებელი სერიის რეკორდს, რომელიც ლიგის მომგები შარლერუას დამარცხებით დაიწყო. იბერიას ჩემპიონთა თასის ხომფლობელიც ყავს დამარცხებული პორტუგალიური ბენფიკა. მსოფლიოს მასშტაბით ჩატარებული სპეციალისტების გამოკითხვით იბერია 2012 წლის მსოფლიოს 5 საუკეთესო კლუბს შორის დასახელდა. წარმატებებთან ერთად იზრდებოდა ქომაგების მხარდაჭერას და დღეს ქართველი გულშემატკივარი ერთდროულად 3 რეკორდის შემოქმედია. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხედფინალის და ნახევარფინალის დასწრების რეკორდი სწორედ თბილისს ეკუთვნის. ჩვენ ერთადერთი რეკორდი დაგვრჩა დასამყარებელი, ფინალის დასწრების რეკორდი, რომელსაც აუცილებლად შევწუდებოდით იბერია ლიგის ფინალში რომ გასულიყო. ყველაფერი, რასაც გუნდმა აქამდე მიაღწია, თავდაუზოგავი შრომის შედეგი იყო, რომლის უკანას მხოლოდ კლუბის დამფუძნებლის ფინანსური მხარდაჭერა იდგა. მიუხედავად ამისა, იბერია წლების განმავლობაში ახერხებდა ევროპის უმდიდრესი კლუბების დამარცხებას, თუმცა წინა ხელისუფლების პირობებში სპონსორების არყოლა მუდმივად ქმნიდა საფრთხეს, რომ ერთხელაც გუნდი მწვავე ფინანსური კრიზისის წინაშე აღმოჩნდებოდა. ბედის ირონიით ეს დრო სწორედ მაშინ დადგა, როდესაც იბერიას მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭირდებოდა. მაშინ, როდესაც გუნდს ჩემპიონთა ლიგის მოგებასთან სულ 2 ნაბიჯი აშორებდა. ერთადერთი ქართული კლუბი, რომელსაც ახლო მომავალში უმაღლესი ევროპული ჯილდოს მოგების შანსი აქვს, რამდენიმე დღეში სპონსორების არყოლის გამოთვლით ლიკვიდაციას გამოაცხადებს და გუნდურ სახეობებში უმაღლესი მიღწევების საქართველოს კვლავ აუხთენელ ოცნებად დაურჩება. იბერიამ უკვე დაამტკიცა, რომ უდიდესი წარმატების მოტანა შეუძლია თავისი ქვეყნისთვის. ახლა სახელმწიფო ზეწოლისგან განთავისუფლებულმა ბიზნესმა უნდა აჩვენოს, სურს თუ არა ქართული დროშის ევროპული საკლუბო სპორტის მწვერვალზე ატანა.